I'm German homelos, I drink coffee and I know things. 24 ეპიზოდის თემა არის ადამიანი უსაზღვრო შესაძლებლობებით. ეს ალბათ 22 ეპიზოდის გაგრძელება უფრო გამოვა, რადგანაც მხოლოდ ცნობის მოყარეობა კი არ დევს ჩვენში, არამედ უსაზღვრო შესაძლებლობებიც ამავდროულად. რაღაც გაიგე და მორჩა, იქ დამთავრდა. ესე კი არ არის, არამედ შეგიძლია რომ გააკეთო ის, რაც შეგიძლია რომ გააკეთო. გონებაც და პლანეტაც ხელს გიწყობს. ავტომობილი გინდა, საწვავი გინდა. კი კაცო, არის საწვავი, სარკე გინდა, კი მაგისთვისაც არის ნივთიერება. იპოვე და გამოიყენე. ფოტოაპარატი გინდა, კი არის ყველაფერი და გააკეთე. მყარი ბორბალი გინდა? კი კაცო, არის ფოლადიც და რეზინიც. აშენება გინდა დიდი სახლის, მყარი სახლის, არის ცემენტიც, ქვებიც, რკინაც, თიხაც, ხეც, ყველაფერია. შენ უღოდ მოინდომე და ყველაფერია. და თან ყველაფერი შეგიძლია რომ გააკეთო. ამისი უნარი და შესაძლებლობა გააქვს, ხელშეწყობა გააქვს, ყველანაირად გაქვს ხელშეწყობა. ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ უნდა გვეგონოს. მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს გონია ეს ყველაფერი შემთხვევითობა. არადა რომ დავუკვირდე, ძალიან მაგარი რამეა. ღმერთმა წინასწარ გათვალა და ჩადო ყველა საჭირო მასალა ჩვენი ცნობის მოყარეობის და სურვილების დასაკმაყოფილებლად. აქაც ჩანს კიდევ ერთხელ ღმერთის ხელი და სიყვარული. სიყვარული მარტო ის რომ გქონიათ, ღმერთო თუ არსებობ, ჩამოდი და დამენახი აბა. ვა, არ ჩამოდიხარ? მაშინ არ არსებობს ღმერთიო, რახანც არ გვენახებაო. კაცო, თუ არსებობს, რატო არ გვენახებაო? და რო ჩამოვიდა, შევირგეთ და დავაფასეთ, შევამჩნიეთ. ისე დადიოდა 33 წელი ჩვენ შორის, რომ ნახევარმა მსოფლიომაც კი არ იცოდა, რომ ღმერთი იყო, რომ ღმერთი ცხოვრობდა ჩვენ შორის. ყველაფერში ეტყობოდა, ყველა სიტყვაში, ყველა დამოკიდებულებაში, ყველა ქცევაში, ყველაფერში. ხო, გავიგეთ, რო იყო, მაგრამ კიდე ჩამოვიდესო, დაგვენახოსო. ეს ათეისტები ვის საუბრობენ, ვერც ხვდებიან მგონი. სამყაროების შემოქმედი ეს უწმინდესი არსებობა, რომ თავს იპატარავებს შენს გადასარჩენად, შენი სიყვარულის გულისთვის, ჯერ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ ბედნიერი იყო, კმაყოფილი რომ იყო. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ადამიანები ასე ვართ. არ აქვს მნიშვნელობა რა გვსურს, როცა სასურველს ვიღებთ, ეგრევე რაღაც ახალი გვინდება. სულ მეტი და მეტი. ყველა დეტალში ჩანს ღმერთის სიყვარული. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო. იქ სადაც ამას კითხულობთ ან უსმენთ, ეგ ყველაფერი რომ არსებობს, რომ გვაქვს. შემთხვევითობა არ გეგონოთ. ეგ საწოლიც, მაგიდაც, სარკეც, ელექტროენერგიაც, ტანსაცმელიც, ტელეფონიც, ტელევიზორიც და კომპიუტერი, ყველაფერი ღმერთისგან გვაქვს. საქმე იმაშია, გვინდა თუ არა ამისი დანახვა. ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო.